გეგუთის საპატიმროში მყოფი მსჯავრდებულის დედა იაზგუ მჟავანიძე შვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვს. მისი განცხადებით მამუკა გოგიტიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომ შესაძლოა ოქტომბრამდე მკურნალობის გარეშე ვერ გაძლოს. მას C ჰეპატიტი და ცეროზი აქვს, ასევე სიმსივნის განვითარების საფრთხე ემუქრება, რაც შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დასტურდება. დედა ამბობს, რომ მისი შვილი სასჯელს უკვე 6 წელია დაუმსახურებლად იხდის. ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნაზე კი უარი მიიღო. დედის თქმით, მამუკა გოგიტიძე 6 წლის წინ ყაჩაღობა გამოწვევა გატაცება და წამების ბრალდებით უკანონოდ 27 წლით დააპატიმრეს, თუმცა ოჯახი ფაქტს პატიმრის უფროს ძმას ილია გოგიტიძეს უკავშირებს, რომელიც ასლან აბაშიძის დაცვის წევრი იყო და ბელგიაში პოლიტპატიმრის სტატუსით იმყოფება. მამუკა გოგიტიძისა და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პატიმრების გადარჩენას სახელმწიფოს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სთხოვს. დედაცის შვილი მყავს, რომელიც უკანონოდ ზის ციხეში. უმრჩილესად ვსთხოვ პრეზიდენტს იმ პატიმრებისთვის მიცემა განთავისუფლებაზე შეწყალების თანხმობაზე, რომელსაც არ აქვს ნაღიარები დანაშაული. ჩემს შვილს არ აქვს დანაშაული ნაღიარები. პასუხი მოვიდა სასჯელოსნობის სამინისტროდან, რომ მას არ აქვს ჯერ სასჯელის ის ვადა მოხდილი, რომელიც ითვალისწინებს მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას. მაგრამ ამ შემთხვევაში არის ერთადერთი გამოსავალი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი არის დაავადებული მრავალი განუკურნებელი დაავადებებით, ამ შემთხვევაში თავად სასჯელოსნობის სამინისტროს შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე.